მსოფლიოში არსებობს თევზი, რომელსაც მილიონობით ადამიანი თითქმის ყოველდღე ჭამს. ის იაფია, სწრაფად იზრდება და თითქმის ყველგან გვხვდება. ეს არის თილაპია, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საკვები თევზი დედამიწაზე. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ თევზს საკმაოდ საინტერესო ისტორია და უცნაური თვისებები აქვს. რატომ ეძახიან მას წყლის ქათამს? თილაპია ძალიან სწრაფად იზრდება და მრავლდება. სწორედ ამიტომ თევზის ფერმებში მისი მოშენება ძალიან მარტივია. ეს თევზი ადვილად ეგუება სხვადასხვა წყალს, ტემპერატურას და საკვებს. სწორედ ამ თვისებების გამო მას ხშირად წყლის ქათამს უწოდებენ. ისევე სწრაფად მრავლდება, როგორც ქათამი სოფლის მეურნეობაში. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი. თილაპია იმდენად გამძლეა, რომ შეუძლია იცოცხლოს ისეთ გარემოშიც, სადაც სხვა თევზები ვერ ძლებენ. სწორედ ამიტომ ის დღეს მოშენებულია მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში. ერთი შეხედვით უბრალო თევზი აღმოჩნდა ისეთი სახეობა, რომელსაც ისტორიული ლეგენდებიც უკავშირდება, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმოება აქვს და მეცნიერებშიც კი კამათის თემად რჩება. და სწორედ ამიტომ თილაპია დღესაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო თევზად ადამიანის საკვებ ისტორიაში. რატომ კამათობენ ექიმები თილაპიაზე? მიუხედავად პოპულარობისა, კვების სპეციალისტებს შორის ზოგჯერ კამათი მიმდინარეობს. საქმე ისაა, რომ თილაპია შეიცავს შედარებით ნაკლებ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, ვიდრე ისეთი თევზები, როგორიცაა ორაგული ან სკუმბრია. თუმცა ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, თუ თევზი ხარისხიანი წყაროდან არის და ზომიერად მიირთმევთ, ის უსაფრთხოა. თევზი, რომელიც შესაძლოა ბიბლიაშიც იყოს ნახსენები. არსებობს საინტერესო ვერსია, რომ თილაპია შეიძლება იყოს ის თევზი, რომელსაც ზოგჯერ წმინდა პეტრეს თევზს უწოდებენ. ლეგენდის მიხედვით, სიმონ პეტრე სწორედ ასეთ თევზს იჭერდა გალილეის ზღვაში. ამ თევზს ზოგ რეგიონში დღემდე Saint Peter's Fish-საც ეძახიან, რაც მას განსაკუთრებულ ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებს. რამდენად სასარგებლოა ეს თევზი? თილაპიის ხორცი ნაზია, თითქმის არ აქვს მძაფრი სუნი და შეიცავს მნიშვნელოვან ნივთიერებებს. ცილებს, ვიტამინ B12-ს, ფოსფორს და სელენს. სწორედ ამიტომ ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში პოპულარული საკვებია და მილიონობით ადამიანის ყოველდღიურ რაციონში შედის როგორც ხელმისაწვდომი და გემრიელი პროტეინის წყარო.